გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. მადლობა ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია გამარჯობათ. მივესალმებით ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოს ნოსყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ეს თვითონ გამოკვლევა არის უფასო. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ გახსნილია და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. შესაბამისი კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ მკურნალობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი, ენდოკრინოლოგი ქალბატონი მაია რუაძე. მოგესალმებით ქალბატონო მაია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა სახის დაავადებაზე, მაგრამ მათგან მაინც გამორჩეული არის შაქრიანი დიაბეტის ეს დაავადება, ეს ავადმყოფობა, რომელიც ასე ხშირად, ასე მასიურად არის გავრცელებული ჩვენს მოსახლეობაში, ამას ასაკი არ გააჩნია, პატარა ბავშვიდან მოყოლებული ღრმად მოხუცებულამდე შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში ადამიანს აღმოაჩნდეს და ამასთან დაკავშირებით უკვე მთელი თავისი ცხოვრება მან უნდა მოიწესრიგოს თავისი ცხოვრების რეჟიმი და ხელი შეუწყოთ იმას, რომ შემდგომში ის უფრო რთულ ფორმებში არ გადაიზარდოს. ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში ჩვენ ისევ ავხსნათ თვითონ დიაბეტი თუ რა არის და შემდგომში უკვე ვისაუბროთ შემდგომში მის გართულებებზე, რა შეიძლება გამოიწვიოს თუ შესაბამისად არ დავიცავთ იმ რეჟიმს და არ ვიმკურნალებთ. გისმენთ? შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც თქვენ როგორც თქვით, ყველა ასაკში შეიძლება აღმოუჩნდეს პაციენტს და ამიტომ საჭიროა ხშირი კონტროლი შაქრის სისხლში უზმო და ჭამიდან 2 საათის შემდეგ. მით უმეტეს თუ ის მიეკუთვნება რისკ ჯგუფს, ანუ არის წარბწონიანი, აქვს არასწორი ცხოვრების რეჟიმი, დაუშვათ კვება და მოსაწესრიგებელი კვება და ასე შემდეგ. ეხლა რა თქმა უნდა, შაქრის დონე დამოკიდებულია იმაზე, არა მარტო იმაზე, როგორ ვიკვებებით, არამედ რა გარემო ფაქტორებია კიდე ჩვენს ირგვლივ. შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ყველა ორგანოს და რომელიც შეიძლება დააზიანოს ყველა ორგანო. მაგრამ უფრო ხშირად რაც ხდება, ეს არის სისხლძარღვოვანი გამოვლინებები, ნერვული სისტემის მხრიდან გამოვლინებები, არის უფრო ხშირი და უფრო მასიური. ანუ მაგალითად ნერვული სისტემის მხრიდან რა შეიძლება იყოს? არსებობს პოლინეიროპათია და მონონეიროპათია, ანუ ერთი რომელიმე კონკრეტული იზოლირებული ნერვის დაავადება ან მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც გამოიხატება უფრო პერიფერიული ჩივილებით, ეს გაბუჟებები, წვრის შეგრძნება და ასე შემდეგ. მონონეიროპათია, როგორც გითხარით, ხასიათდება ერთი ნერვის დაზიანებით, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ქალა ტვინის რომელიმე წყვილის ნერვი, შეიძლება იყოს მაგალითად საჯდომი ნერვი და დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდნენ, მაგალითად იშიას და აღმოჩნდეს, რომ ეს არის დიაბეტური პრობლემა და არც იცოდეს პაციენტმა, რომ აქვს შაქრიანი დიაბეტი. შეიძლება იყოს რომელიმე სხვა სახის ნერვის დაზიანებები და ასე შემდეგ, როცა დიაგნოსტირება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ პაციენტი არ არის შაქარზე
გამოკვლეული, ზუსტად იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება ხშირად გაკეთდეს შაქრის კონტროლი, თუნდაც რაღაცა უმნიშვნელო ჩივილის გამოვლენის შემთხვევაშიც კი. გარდა მაგისა გართულებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანოს მხრივ, მაგალითად ფილტვების სისხლძარღვთა სისტემის მხრივ და ასე შემდეგ. აი მაგალითად პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანების მაგალითს მოვიყვან, იმიტომ რომ უფრო ხშირია რაც გვხდება. ზიანდება პერიფერიული ნერვები, ანუ ის ნერვები, რომლებიც არის გალაგებული უფრო შორს ცენტრიდან, ხო, ეს არის ქვედა კიდურები და ზედა კიდურები. ძალიან ხშირად გაგვიგია ჩივილი, მეწვის და მიცივდება კიდურები, ფეხები, ხელები, არსებობს ესეთი ცნება. აი, როდესაც დაზიანებულია პერიფერიული ნერვები, არსებობს ესეთი ცნება ხელთათმანისა და წინდის დონეზე დაზიანება. ეხლა რა ხდება? ადამიანს აქვს წვა იმ დონეზე დაახლოებით სადამდეც არის წინდის სიმაღლე, ან ხელთათმანის სიმაღლე. ანუ პერიფერიული წვრილი კალიბრის სისხლძარღვები ზიანდება პირველ ყოვლისა და აი ეს იწვევს ამ შეგრძნებებს, მაგრამ ამ დროს ნერვები ზიანდება და ინერვაციასაც პრობლემა აქვს. ამიტომ უკვე ყალიბდება არა მარტო ნეიროპათია, ანუ ყალიბდება ნეიროანგიოპათია და აი ეს მდგომარეობა უკვე ართულებს პერიფერიულ სისხლით მომარაგებას და ამის გამო ხშირად გაგიგიათ ყალიბდება განგრენა, ყალიბდება ტროფიკული წყლები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ კანის კვება ვეღარ ხორციელდება ნორმალურად, ინერვაციას პრობლემა უჩნდება, სისხლძარღვებს პრობლემა უჩნდება, კაპილარულ მიმოქცევას და გამომდინარე აქედან კანის მთლიანობა ნელ-ნელა ირღვევა და თუ არის გამომწვევი, რომელსაც თუ არის კიდე რაიმე ინფექცია თანდართული, დიდი ალბათობაა განვითარდეს განგრენა. ამიტომ აი იმის და მიუხედავად, გაქვთ თუ არა გაქვთ თქვენ დიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი, აუცილებელია გაქვთ ჩივილი, ხო, თუნდაც ეს ერთი ჩივილი. ბევრი შემთხვევაა, როცა პაციენტი თვეების მანძილზე იკეთებს გამოკვლევებს, იკეთებს პროთრომბინი, შედედება კოაგულოგრამა, ძალიან ბევრ გამოკვლევებს იკეთებს, მაგრამ და მკურნალობს, მაგრამ შედეგი არ არის. შედეგი არ არის, იმიტომ რომ იქ არის შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება ძალიან დაბალი ციფრებით მიდიოდეს და დაახლოებით 8 მილიმოლის ფარგლებში იყოს, მაგრამ თუ ეს ხანგრძლივი პროცესი არ არის აუცილებლად 28 და 30 იყოს შაქრიანი მილიმოლი იყოს შაქარის სისხლში, მიუხედავად იმისა, შეიძლება მაინც განვითარდეს გართულება, რომელიც ძალიან ხშირად გონია, რომ გამოწვეულია სხვა მიზეზით, ამიტომ აუცილებელია გაკეთდეს სისხლში შაქრის კონტროლი უსმო და ჭამიდან 2 საათის შემდეგ ეს თერაპევტებმა იციან და პაციენტს ყოველთვის აფრთხილებენ, როდესაც არ არის რაღაცა კონკრეტულ დაავადების მკურნალობაზე შედეგი, აუცილებლად სასურველია გაკონტროლდეს სისხლში შაქრის დონეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა პაციენტი დადის თვეები, იკვლევს რაღაცას და აი შეიძლება მორეციდივე ფილტვების ანთებები იყოს, ანუ ხშირად მიმდინარე ფილტვების ანთებები და მიზეზი იყოს შაქრიანი დიაბეტი, რომელიც არ არის გამოკვლეული. ეხლა საყოველთაო დაზღვევა ითვალისწინებს სისხლში შაქრის კონტროლს, მაგრამ აუცილებელია გაკონტროლდეს უსმო და ჭამიდან 2 საათის შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის უფრო ზუსტი მონაცემი. აი ეს რაც შეეხება უფრო მოკლედ ამ დაავადებასთან დაკავშირებით. გასაგებია, ქავტორ მაია, ჩვენ აღვნიშნეთ ის, რომ თუ როგორ და რა კუთხით შეიძლება ადამიანმა განიცადოს ის დისკომფორტი, რაც დიაბეტისგან მას აქვს ამ შემთხვევაში მას მიყენებული. მაგრამ ამ ყველაფერ ჩამოთვლის გარდა ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობს, არც ფეხების ტკივილი აქვს, არც წვის შეგრძნება, არც არაფერი, აი რაცაც აქ ვისაუბრეთ. მაგრამ სულ სხვა გამოკვლევაზე მიდის ლაბორატორიაში და იქ უცბად მოულოდნელად მას ეუბნებიან, რომ შენ გაქვს ცვლილება შაქარში. რას მოასწავებს? არის ფარული მიმდინარეობა ამ შაქრის, რომელიც არ ვლინდება ჯერ და შემდგომში ხო, მაგას გეუბნებით. შეიძლება დაბალი ციფრებია და ის თითქოს და არანაირ გამოვლენებას არ იძლევა, მაგრამ მაინც რაღაცა არის ხოლმე, ხა მთლად ისე არ ხდება ლაბორატორიაში, რისთვის მივიდა ის პაციენტი, რაღაცა ის გამო ხო მივიდა, უმიზესოდ ხო არ მივიდა რა და ის გამოკვლევა უმიზესოდ ხო არ შედა.
რაღაცა მაინც არის, მაგრამ ძირითადად უფრო ყურადღება უნდა გაამახვილო 40 წლის შემდეგ უნდა გაამახვილოს იმ პაციენტებმა, ვისაც აქვს ჭარბი წონა, ვისაც აქვს გენეტიკური წინაგანწყობა, აი ამ პაციენტებმა განსაკუთრებით, ესეთმა ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ნებისმიერი უმნიშვნელო ჩივილიც კი ერთი მხრივ უმნიშვნელო ჩანს, შეიძლება იყოს გამოწვეული ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შაქრიანი დიაბეტი არის ნივთიერებათა ცვლის დაავადება და ამიტომ ნებისმიერ ორგანოს შეიძლება შეეხოს და რითი გამოვლინდება ვისთან ეს კიდე სხვა საკითხია. რადგან არსებობს ესეთი შესაძლებლობა რომ გაკონტროლდეს, ხო, თუნდაც წელიწადში 3-ჯერ, 2-ჯერ აუცილებელი ადამიანმა მიაქციოს თავის ჯანმრთელობას ყურადღება. მით უმეტეს როცა რისკ ჯგუფშია და როცა არის რაღაცა ესეთი საშიშროება ამ დაავადების ჩამოყალიბების. გასაგებია და გადავხედოთ ჩვენს ახლო წარსულსაც, რატომღაც კი მე-20 საუკუნეში ანალოგიური თუნდაც მეორე ნახევარში მე-20 საუკუნის იყო ასეთი დაავადება, რომ დიაბეტი და ადამიანები შესაბამისად კურნალობდნენ, მაშინ ეს არ იყო გავრცელებული და ეს განსაკუთრებით ახლა აგერ 21 საუკუნეში ვართ, რამ გამოიწვია? ჩვენ კი სხვადასხვა ფაქტორები ჩამოვთვალეთ, მაგრამ ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა ხომ არ შემოიღოს, იმიტომ რომ ადამიანი ცოტა გაზარმაც და ვეღარ მოძრაობს ისე აქტიურად, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ამასთან ერთად მეორე ხაზით უნდა გაუსვათ ის, რომ ბავშვებშიც იჩინა თავი ამან და რასთან აგვაკავშირებს ახლა ბავშვზე ვერ ვიტყვით რომ გაზარმას და ის მოძრაობს ყოველთვის მაინც აი აქტიური პერიოდი აქვს ამ პერიოდში და რა ხდება ეს? ეხლა ბავშვთა დიაბეტი ეს არის კიდე ცალკე თემა, ეს ავტოიმუნური პროცესია, რომელიც არ არის დამოკიდებული არანაირ ცხოვრების წესთან, იმიტომ რომ იქ ხდება საკუთარ ავტოიმუნური პროცესია, როდესაც საკუთარ უჯრედებს, პანკრეას უჯრედებს იმუნიტეტი ვეღარ ცნობს და ისინი იწყებს გადაგვარებას და გამომდინარე აქედან ისინი აღარ მუშაობს. ამიტომ ეგ არ არის დაკავშირებული ცხოვრების წესთან არანაირად, თუმცა ესეთი მომრავლებაც მცირე ტიპი 1 დიაბეტისა მაინც ალბათ გარემო ფაქტორებთანაც არის ალბათ უფრო ეკოლოგიასთან დაკავშირებული. აი იგივე იცით რა, ორსულობის პატრონაჟი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ორსულობაში შაქრიანი დიაბეტი ეს ესეთი პრობლემაა, იქ ყოველთვის ნორმაში უნდა იყოს შაქარი, სასურველია რომ არასდროს არ იყოს შაქარი ნორმაზე მაღალი. ნუ ხედავთ ახლა ისეთი სიტუაცია, პაციენტი ორსულიც კი ხშირად ვერ მიდის კონსულტაციაზე იმ დროს, როცა საჭიროა და ამიტომ შეიძლება ახლა მე არ ამგონია, მაგრამ საერთოდ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მუცლად ყოფნის პერიოდში, როგორ ვითარდება ნაყოფი, რა დაავადებები გადაიტანა დედამ ორსულმა ორსულობის პერიოდში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აისახება ნაყოფზე, მაგრამ თუმცა მაინც ამისი პასუხი ზუსტი არ არსებობს. აი კონკრეტულად რა შეიძლება იყოს მიზეზი? ცალკე აღნიშნოთ კიდევ სტრესული გამოვლინება. აი სრულიად ჯანმრთელ ადამიანს მოულოდნელად, ვთქვათ, ისეთი სანერვიულო მომენტი შეემთხვა, როდესაც საკმაოდ განიცადა. და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მას უბრალოდ გავლითი შეიძლება კონდეს თუ უკვე ჩამოუყალიბდება. ეხლა ესე გავლითი ესე ნუ ვიტყვით, შეიძლება რაღაც მიზეზის გამო ეს შეიძლება იყოს სტრესი, აიწიოს ეპიზოდურად იყოს, შეიძლება იყოს მკურნალობა, მაგალითად სტეროიდებით, არასტეროიდებით, აი მაგალითად რადიკულიტზე მკურნალობს, ხო, ან კუნთის ანთებაზე, მიოზიტზე და იღებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც სისხლის შაქრის კონცენტრაციის მომატებას იწვევს. ესეთი შემთხვევები შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც წესი ის რეგულირდება დროთა განმავლობაში, მაგრამ თუ კი იყო მაინც ესეთი ეპიზოდი და ესეთი მომენტი, ხო, ის აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებით ესეთი პაციენტი, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება თავის და შემდგომში ისევ ჩაიტაროს კვლევები, მით უმეტეს თუ რაღაცა გენეტიკაში არის რომელიმე მშობლიდან ახლო ნათესავები და იმიტომ რომ დიაბეტი როგორც ასეთი არ გადადის, როგორც დაუშვათ ინფექცია გადამდები არ არის, მაგრამ დიაბეტის მიმართ წინაგანწყობა აქვს ორგანიზმს და ამიტომ აუცილებლად ყოველთვის თუ კი რაიმე პატარა მიზეზი მაინც არის განგაშისა, ავადმყოფმა აუცილებლად უნდა მიაქციოს თავის ყურადღება და შემდგომი კვლევები გაიმეოროს იმისთვის, რომ ზუსტად გამოირიცხოს და ზუსტი დიაგნოსტიკა მოხდეს, არის თუ არა შაქრიანი დიაბეტი. კიდე ბევრი მეთოდები არ მარტო უზმოდ და ჭამის შემდეგ შაქრის გაკონტროლება, არის კიდე ბევრი მეთოდები კვლევისა, მაგრამ
თავარია ეხლა არა მარტო კვლევა, არამედ შემდგომში ალბათ მისი უფრო მკურნალობა და რადიკალურად ხო, იმ მკურნალობა ზუსტად იმიტომ უნდა ჩატარდეს სწორი მკურნალობა, რომ არ განვითარდეს გართულებები, იმიტომ რომ გართულებები ძალიან ვერაგი მაღალ ციფრებზე უარესი დიაბეტის დროს არის ის გართულებები, რომლებიც ყალიბდება. აი მაგალითად, შეიძლება გაგიგიათ ალბათ ინფარქტი გადაუტანია. ინფარქტი გადაიტანა, როგორ უძლიერესი ტკივილებია და გადაიტანა. არაფერი, უბრალოდ დაზიანებულია ნერვები, ეს არის ამას ეწოდება ვეგეტაციური ნეიროპათია, როდესაც დაზიანებულია გულის ინერვაცია შეცვლილია და უკვე მგრძნობელობის, ტკივილის მგრძნობელობა, ხო, აღარ არის ისეთი, რომ პაციენტმა აღიქვას ეს ტკივილი. აი შეიძლება ისე განვითარდეს დიაბეტიანთან ინფარქტი, რომ იმან ტკივილი ვერც აღიქვას და ეს დამთავრდეს ლეტალური შედეგით, იმიტომ რომ თუ ტკივილი არ არის, პაციენტი არ მიდის ექიმთან. აი იმდენად მნიშვნელოვანია ეს გართულებები, კონტროლი და მონიტორინგი, ვიდრე თვითონ დიაბეტის ციფრები, იმიტომ რომ რაც უფრო იშვიათად მიდის ადამიანი, პაციენტი ექიმთან, მით უფრო შაქარი იშვიათად კონტროლდება და რადგან იშვიათად კონტროლდება, ამიტომ დაზიანებების ალბათობაც იზრდება. ქარდომაია, მოდი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს გავუსვათ ხაზი, რომელიც ამ კუთხით ჩვენს ტელემაყურებელს ყველაზე მეტად აინტერესებს. ეს არის კვებითი რეჟიმი. თქვენ ისაუბრეთ, რომ განსაკუთრებულად უნდა დავიცვათ თავი საკვების მიღების დროს, რომ ჭარბი რაოდენობით არ მიიღოთ ნახშირწყლები, რომლებიც მაპროვოცირებელია იმისა, რომ შაქრის დონე მოიმატოს სისხლში. მაგრამ ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ნახშირწყლები. არა და ორგანიზმი ვერ იარსებებს. ეს აუცილებელი პირობაა. გარდა ამისა, ყოველთვის ვინც ალბათ ყოფილა ამ კუთხით ექიმთან და იცის ის მოთხოვნები, მას ჩამონათვალში უწერია რა როგორ მიიღოს, რამდენი რაოდენობით სხვადასხვა ფაქტორები. მაგრამ არის ხშირად განსხვავებული, რომ ერთგან წერია, რომ ეს უნდა მიიღო, მეორეგან წერია, ის უნდა მიიღო და ამასთან როგორ შეიძლება ბოლოს შევჯერდეთ და ვთქვათ, რომ რა გავაკეთოთ. თითქმის დაბნეულია ამ შემთხვევაში პაციენტი. ამასთან დაკავშირებით თქვენი შეხედულება როგორი არის? რას გვირჩევთ? იცით რა არის? ექიმი როდესაც აძლევს პაციენტს დიეტის იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც ეჭმევა ან არ ეჭმევა, იქ დაახლოებით გათვლილია კალორაჟი. ანუ თლიანი რაოდენობა საკვებისა, რაც შეიძლება დღის განმავლობაში მიიღოს. და დაახლოებით, იცით რა არის? ხა შეიძლება ჩვენ ერთი პროდუქტის ხარჯზე მივიღოთ მთელ დღეში მთელი დღის კალორაჟი. აი მაგალითად მაღალკალორიული პროდუქტები, რაც არის სიტყვაზე შოკოლადი და ის რაღაცები, თეთრი პური, საკონდიტრო ნაწარმი, შეიძლება რომ ორ ნაჭერში მივიღოთ მთელი დღის კილოკალორიები, რაც გვერგება დღის განმავლობაში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი ეს კალორაჟი ზუსტად ექიმის ფუნქცია ეგა, რომ აუხსნას პაციენტს რა ეჭმევა, რა თქვენ იცით რა, ეხლა ხშირად სხვადასხვა ენდოკრინოლოგთან სხვადასხვა დიეტების მიყოლა, ესეც არ არის სწორი, იმიტომ რომ საერთოდ ყველა დაავადებასთან მიმართებაში მე არ ვამბობ მარტო დიაბეტი, იმიტომ რომ პაციენტი თავიდან ბოლომდე უნდა გაარკვიოს ექიმმა, ექიმის ფუნქცია ეგ არის, ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგის ფუნქცია, გაარკვიოს, აუხსნას, აი კალორაჟის გამოთვლა, ხო? თვითონ პაციენტსაც უნდა შეეძლოს, თუ კი ექიმმა კარგად აუხსნა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, ეზარება თვითონ დაჯდეს, ითვალოს თავისი კალორიები, უნდა იყოს გათვალისწინებული, პაციენტის წონა, პაციენტის ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში და ამის მიხედვით უნდა შეირჩეს კალორაჟი. ეხლა თუნდაც ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში 33 გრამს გლუკოზაზე მეტი არ უნდა მიიღოს, იმიტომ რომ ის 33 გრამი გლუკოზა არის ის რაოდენობა, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანის პანკრეასი მოინელებს დღის განმავლობაში. აი მაგაზე მეტი თუ მიიღო, ხო? ის ვეღარ მოინელება და ის გლუკოზა უკვე ლაგდება ცხიმებად.
ამიტომ პაციენტს თუ კი აქვს თავის ენდოკრინოლოგთან შედეგი მკურნალობით, ანუ ციფრები მოწესრიგებულია, დიაბეტური გართულებები არ არის, ხო? ჯობია რომ ერთი ექიმის პატრონაჟის ქვეშ იყოს ყოველთვის და იყოს დარეგულირებული ეს პროცესი, იმიტომ რომ ექიმმა ხო გეუბნებით, წესით უნდა განსაზღვროს პაციენტის წონა, პაციენტის დატვირთვის რეჟიმი, ყოველდღიურად რას აკეთებს და იმის მიხედვით განუსაზღვროს წესით. ამიტომ ხშირად ტელეფონით კონტაქტიც უწევთ ესეთ პაციენტს თავის ექიმებთან, პაციენტებს თავის ექიმებთან და აი ესე უნდა დარეგულირდეს შაქრის დონე, მაინც მიმაჩნია ერთი ექიმის დიეტით და იმიტომ იმ ექიმა იცის ესე ჯობია, იმიტომ რომ იმ ექიმა იცის იმ პაციენტის ცხოვრების წესი, იცის რას იკვებება, როგორ იკვებება, აი ეს ექიმთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ექიმი უხსნის, აი თქვენ მართალი თქვით, ეხლა მე შემხედე ესეთი დიეტები, რაღაც ეჭმევა პაციენტს, რაღაც არ ეჭმევა, აი ექიმა ეს მითხრა, ამ ექიმა ეს მითხრა, ჯობია ყოველთვის მაინც ერთი ექიმის კონტროლის ქვეშ იყოს პაციენტი. მით უმეტეს თუ კი იმას შაქრის ციფრები ნორმაში აქვს, თუ კი გლიკემია არ მატულობს და უშუალოდ არ მიდის ციფრები ზემოთ, მით უმეტეს ესეთ პაციენტს არ აქვს იმისი საფუძველი კიდე სხვა ექიმთან წავიდეს კიდე, იმიტომ რომ ნორმალური შაქრის სისხლში, ნორმალური შაქრის დონის სისხლში უზმოდა ჭამის შემდეგ ხშირი კონტროლი განაპირობებს იმას, რომ ჩვენ დაზღვევილი ვართ დიაბეტური გართულებებისგან. დიაბეტური გართულებები მოგეხსენებათ ეს თვალისმიერი რეტინოპათიები ყალიბდება, რომელიც მე შეიძლება ბადურას ჩამოფრთხნამდეც კი მივიდეს და სრული ინვალიდობა, სიბრმავე გამოიწვიოს, ნეფროპათიები უმძიმესი, რომელიც საბოლოოდ ქრონიკული თირკმლის უკმარისობით შეიძლება დამთავრდეს. აი უმძიმესი გართულებებია, რომლებიც შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ პაციენტის სიცოცხლეს და იმიტომ ყოველთვის ჯობია ყავდეს ერთი ექიმი, რომელიც მუდმივად იქნება საქმის კურსში, იმის შესახებ თავის პაციენტს რა მდგომარეობა აქვს, მუდმივი კონტაქტი უნდა გქონდეს და აი ესეთი ურთიერთობით მოწესრიგება. გასაგებია ეგ, მაგრამ თქვენ აღნიშნეთ, რომ ექიმთან უნდა იყოს და იმკურნავს. მოდი ამას დავარქვათ ის, რომ ეს არის პროფილაქტიკური ღონისძიება. ფაქტიურად ამით ადამიანი არ განიკურნება მთლიანად, უბრალოდ იხანგრძლივებს სიცოცხლის წლებს, იმიტომ რომ თავისი ამ მოწესრიგებული ცხოვრებით სხვანაირად არ შეიძლება რომ ის ვერ შეინარჩუნებს სტაბილურად ამ გლუკოზის განსაზღვრას სისხლში, ამიტომ ის ექიმთან, თქვენ კარგად აღნიშნეთ, ერთ ექიმთან, რომელთანაც ის თუ შედეგიანია ეს მკურნალობა და ამიტომ ის ვალდებულია რომ დაიცვას ის კვებითი და ცხოვრების წესი, რომელსაც ის ექიმი ურჩევს. მაგრამ ეხლა საკითხი რაზე დგება, იცით რომ ალბათ ადამიანია და მისი ბუნება, თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ ზოგი მიანებებს თავს ექიმთან ვიზიტს, გავა ერთი წელი ან და შემთხვევაში მოხდება. ეს თქვენ აღნიშნეთ რომ დაუშვებელია, მაგრამ თქვენ როგორ მიიჩნევთ საჭიროდ რომ ადამიანი რომელიც თქვა ყოველდღიურად გაისინჯავს სისხლის შაქრის დონეს ან თუნდაც ყოველ კვირა ესეც იგივე იმაში ხო არ ჯდება ჩარჩოში რომ ეს სიფთხილე დაუძახოთ, შიში დაუძახოთ თუ რა შეიძლება რით განვასხვაოთ ერთმანეთსაგან ადამიანი რომელიც საერთოდ იშვიათად მიდის ექიმთან, ადამიანი რომელიც ყოველდღე შეიძლება დადის ექიმთან. ყოველდღე არ უნდა იაროს, არსებობს მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც ექიმი ეუბნება პაციენტს რა პერიოდულობით იაროს კონსულტაციაზე, რა პერიოდულობით იკეთოს ანალიზები. მარტო შაქრის გაზომა არ არის, შარდის საერთო უნდა გაკეთდეს, თვალის ექიმის კონტროლი, წელიწადში ორჯერ ზოგადი მიმოხილვითი ეხოსკოპია, მუცლის ორგანოების, თირკმელებს, აი ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს პერიოდულად. აი ეს არის სრულფასოვანი და სრულყოფილი მონიტორინგი, ანუ წელიწადში ორჯერ ყველა ორგანოს გამოკვლევა, ფილტვების რენტგენი, სისხლში შაქრის კონტროლი და ასე შემდეგ. აი ეს თუ განხორციელდა და თუ კი პაციენტს ახლა არის ესეთი პერიოდები, როცა პაციენტი დაარღვევს დიეტას, შაქრის ციფრები ცოტა ზევით წავა, ჰიპერგლიკემია, რაღაც შეიძლება იყოს 9 მილიმოლიტრი, 10 მილიმოლიტრიც, მაგრამ პაციენტს ხელმისაწვდომია დღეს შაქრის საზომი აპარატები და შეუძლია ყველას შეუძლია შეიძინოს და იკონტროლოს და ჩვენ ესე ურჩევთ ხოლმე ორ კვირაში ერთხელ კონტროლი
და თუ პაციენტს მიაჩნია, რომ უნდა წავიდეს ენდოკრინოლოგთან, წავა თუ არა თვითონ იკონტროლებს და იმის დამიხედვით იქ რა ციფრებია და როგორი მდგომარეობაა, შესაბამისად თუ საჭიროა გაამკაცრებს დიეტას, ისე რომ პაციენტი მაინც ინფორმირებულია, ეხლა ენდოკრინოლოგები უხსნიან მაქსიმალური ინფორმაციას აწვდიან პაციენტს და ეს ახლა უკვე პაციენტზეა დამოკიდებული თვითონ როგორ მიაჩნია ხო ზოგი თulis რომ რაც ხშირად გაიზომავს უკეთესად იქნება მაგრამ არ არის ამისი გარანტია ხშირი გაზომა არ არის იმის გარანტია რომ აუცილებლად ძალიან კარგად იქნება ყოველთვის მდგომარეობა გარანტია არის ის რომ დაიცვა ის წესი და ის რეჟიმი როგორსაც წერს ექიმი თუ კი ამ ყველაფერს დაიცავ და თუ კი პერიოდულად ჩაიტარებთ კონტროლს წესით გართულებებისგან დაცული ვიქნებით არა მე ვთვლი რომ შესაძლებელია იმიტომ ხშირად ყოველდღე იზომავს ნებისმიერი ალბათ მოქალაქე რომელსაც აქვს სახში მის საზომი აპარატი რომ ამით განსაზღვრავს მის იმ დღის ყოფას რომ თუ მას ამ შემთხვევაში ნორმაში აქან დაბალი აქვს თამამად შეიძლება მიიღოს ის ნახშირწყლებით გამდიდრებული გაჯერებული რაც არ ეჭმევა და რა რისი მიღებაც არ შეიძლება ის არც დღეს არ უნდა მიიღოს შაქარი გინდა ნორმაში იყოს გინდა მით უმეტეს თუ მაღალია იმიტომ რომ პაციენტს აქვს თავისი დიეტა რომლის მიხედვითაც უნდა იყვებოს იმის გამო რომ დაუშვათ ერთი კვირა არის სულ ნორმაში გლიკემია და რადგან ეხა ნორმაში მაქვს მე ყველაფერი შემიძლია ვჭამო ესე არ არის ეგ ნორმა მიიღწევა იმის შედეგად რომ მუდმივად პაციენტი არის დიეტის რეჟიმში. გარდონმაია ჩვენ ახან უფრო მაინც ძირითადი აქცენტი კვებით რეჟიმზე გავაკეთეთ, ვინაიდან ეს უფრო მაინც ძირითადია დღეს არსებულ მდგომარეობასთან მიმართებაში. მაშინ ისიც გავაანალიზოთ რომ რით ვიკვებებით. ჩვენი ეს აგრარული ბაზრები, თუნდაც იგივე სუპერმარკეტები გაჯერებულია გენმოდიფიცირებული პროდუქტებით. ამიტომ მოქალაქეს უნდა არ უნდა ვერ ერკვევა ამაში და წარბი რაოდენობით იღებს. გონია რომ ეს მისთვის კარგია, მაგრამ ეს არის ამასთან რაიმე კავშირში? ახლა გენმოდიფიცირებული პროდუქტი რამდენად დიაბეტის დროს საშიშია და მნიშვნელოვანია, მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი, ეს ცნობილია და რა თქმა უნდა თუ ორგანიზმს აქვს რაღაც პათოლოგია, რაღაც პრობლემა, იმის მიმდინარეობას გააუარესებს. ამიტომ ну ეხა სოფლის პირობებში არის იმისი საშუალება რომ ნატურალური პროდუქტი მიიღოს ადამიანმა თავისი ბაღჩა აქვს თავისი ნაკვეთი აქვს რაღაცა თვითონ შეუძლია დათესოს იმუშაოს ეს დიაბეტსაც წარადგება და ენერგიას რო გაიღებს შაქარი არ დაგროვდება სისხლში და ოჯახსაც წარადგება იმიტომ რომ ნატურალურ პროდუქტს შეჭამს ხო ამიტომ ჯობია თუ კი არის საშუალება ადამიანმა თავისი ჯანით, თავისი ენერგიის გაღებით მოიყვანოს ის მოსავალი, საერთოდ ადამიანი ეს არის სახსრები, ადამიანი არის ბიოლოგიური მექანიზმი და იმ მექანიზმმა უნდა იმუშაოს, სახსრებმა უნდა იმუშაოს, კუნთებმა უნდა იმუშაოს, რაც მეტად დაიტვირთება, ადამიანი ღმერთმა გააჩინა ესეთი, იმიტომ რომ თავისთავად თვითონ უნდა გამოყვებოს. ღმერთმა არც მაცივარი შექმნა, არც კონდიციონერი შექმნა და არც პროდუქტი და არც გასქურა. ხო, ადამიანი დაიბადა ჯანმრთელი და შექმნა ღმერთმა ადამიანი და უთხრა იცხოვრეო და ეს ყველაფერი უნდა ჩადებულია იდეაში ადამიანის ორგანიზმის ნორმალური განვითარება ხდება მაშინ, როცა ის მუშაობს, თავის მუშაობის შედეგად შოულობს იმ პროდუქტს, ის უნდა იცხოვროს და ადამიანი, რომელიც ბევრს მუშაობს, არასდროს არ მოიმატებს წონაში, რომელიც თავისი შრომით მოიპოვებს იმ პროდუქტს, იშვიათად რომ ძალიან ბევრი იმდენს შრომობს, რომ იმდენს ვერ შეჭამს, ხო? და რაც თარი კალორიებს გაიღებს და არ აგროვდება ეს კალორიები. ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ზუსტად ეს არის. ჩვენი სახსრები ავამუშაოთ, ჩვენი კუნთები ავამუშაოთ, გავიღოთ ენერგია და ვჭამოთ ნატურალური. თუ კი ამის საშუალება არ აქვს. თუ ადამიანი ხელს შეუწყო, შეუძლია რამოდენიმე წელი თავისუფლად ნორმალურად იცხოვროს და იფუნქციონიროს. და მთელი ცხოვრება შეიძლება გადაურჩეთ წლების მანძილზე, ხანგრძლივი პერიოდი. არის ესეთი წამლებით პრეპარატები, ანტიდიაბეტური, რომლებიც იცავენ სისხლძარღვებს, იცავენ ორგანიზმს, იცავენ გართულებებისგან, მაგრამ ხო გეუბნებით ახლა ესე ერთი ესე თქვა რომ მე დღეს შაქარი ნორმა მაქვს და ყველაფერი ვჭამო, ესე არ შეიძლება. ეს უნდა გაასაზღვროს ექიმმა
ხელი გამოვლინდა უკვე დარღვეული ტოლერანტობა. იმას უნდა კონტროლი, იმას უნდა მიხედვა, სერიოზული მიდგომა და 40 წლის შემდეგ საერთოდ ადამიანი ყველა უნდა გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ჩვენი მექანიზმები კომპენსაციის აღარ არის ისეთი აქტიური, აღარ არის ისეთი ძლიერი, რომ დაიცვას თავი მავნე ზემოქმედებისგან. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ვიყოთ აქტიურები ფიზიკურად, რაც შეიძლება მეტი კონტროლი გაუწიოთ ჩვენ ორგანიზმს, მეტად მივხედოთ და ეგ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ავტორმაია, გასაგებია ჩვენი საერთოდ რომ ფაქტიურად ამოიწურა, მაგრამ ჩვენი ტელემაყურებლები გაურკვევლობაში არ დავტოვოთ. რჩევა თქვენი ბოლოს როგორ მოვიქცეთ? აი ეგ არის ჩემი რჩევა ცხოვრების ჯანსაღი წესი. ხშირად ვიზიტი ლაბორატორიაში, ხშირად ვიზიტი ექიმთან და ამის მიხედვით ის სიხშირე რამდენ დღეში განსაზღვროთ რომ ეხლა ეს ზუსტად ეგ უნდა განსაზღვროს ექიმმა. რამდენ ხანში ერთხელ გაკონტროლდეს შაქარი, რამდენ ხანში ერთხელ გაკონტროლდეს საერთოდ დიაბეტიანებში წელიწადში ორჯერ მინიმუმ, რაც არ უნდა კომპენსირებული იყოს და რაც არ უნდა კმაყოფილი ვიყოთ, ხო? წელიწადში ორჯერ აუცილებელია ზოგადი ეხოსკოპია ორგანოებისა, შარდის საერთო ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, რაც არ უნდა კარგი მდგომარეობა იყოს, ეს მაინც უნდა გაკეთდეს წელიწადში ორჯერ, მაგრამ ენდოკრინოლოგთან ვიზიტი საერთოდ დამოკიდებულია იმაზე თვითონ ენდოკრინოლოგი როგორ განსაზღვრის იმის მიხედვით თუ საჭიროა ორ კვირაში ერთხელ უნდა მივიდეს თუ საჭიროა თვეში ერთხელ თუ საჭიროა ორ თვეში ერთხელ მაგრამ თვითონ სისხლის კონტროლი რა თქმა უნდა თვეში ორჯერ მაინც უნდა გაკეთდეს უზმო და ჭამის შემდეგ ეს ხომ მნიშვნელოვანია გასაგებია დიდი მადლობა პაციენტო ტელემაყურებლებო მინდა ისევ და ისევ შეგახსენოთ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები და ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიმზადდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოსნოს სხელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია ეს ყველაფერი უფასო. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი და გახსნილ და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. შესაბამისი კუთხე დაავადებული შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ კურნალობა. მე კი წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ექიმი ენდოკრინოლოგი ქალბატონი მაია რუაძე. ქალბატონი მაია, მადლობა აქ მომბრძანებისათვის, მეტად საინტერესო საუბრისათვის და ერთ-ერთი ის, რაც თქვენი საუბრიდან უფრო მნიშვნელოვნად გაიჟღერ არის ის, რომ ყველაფრის თავი და თავი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი. ამიტომ ადამიანებს დარჩენიათ ის, რომ თავისთავად თვითონ მართონ, მიაქციონ ყურადღება არა მარტო დიაბეტით მკურნალობის დროს, არამედ ნებისმიერი სხვა დაავადების დროს და შევინარჩუნოთ ის ძვირფასი, რაც გვაქვს, ეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მინდა თქვენთან დავიმშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.